სულ დამავიწყდა 4 ივლისი იყო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე და არ მიულოცე რა არა და ხო იცი როგორ ელოდებიან ჩემგან მილოცვას მაინც ხვანაირად ხო და ჭიღლა ძალიან ხო რა ესეთ რაღაც გავაკეთოთ ეხლა გადამიღე შენ მე რა ხო და ეს ჩაწერე და მე YouTube-ზე უკანა რიცხვით დააგდე ხო რომ ნახონ რომ ან 3-ში ან 4-ში დილას მიულოცე ან 4-ში ღამე სანამ 5 გახდა ხო მეტყვი დავიწყებ წავედით ძვირფასო ამერიკელებო მთელი ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს აი დადგა ეს დღეც როცა დაფასდა თქვენი შრომა და სურვილი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველო ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს მომავალშიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიულ მთლიანობას. მე მესმის, რომ დღეს ალიასკა და ჰავაის კუნძულები მოწყვეტილია დედა სამშობლოს, მაგრამ არა უშავს. სულ მალე ეს დროც დაბრუნდება, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან თავის მშობლიურ კერას. ჩვენ მომავალშიც დაგეხმარებით ძვირფასო ამერიკელებო, რომ თქვენ გადალახოთ ის გამოწვევები, რაც თქვენი ახალგაზრდა ქვეყნის წინ დგას. და ბოლოს მე მინდა ცნობილი სიტყვებით დავასრულო ეს მილოცვა. Oh beautiful, oh wonderful, America, sweet America, America, sweet America. Every time you touch me, I become the hero. ჩაწერე? კაი ბიჭი ხარ რა. მოვკვდი მოკლედ რა, 2 თვეა ამ ტექსტს ვეუბნები ამერიკის ელჩს, რომ ეგება ვიზა მომცეს მეთქი და შენ არ მომიკვდე რა. გათენდა ისე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწმაც სამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ალბათონებო და ბატონებო წერეთელზე მორიგი მაკდონალდსის გახსნა იქნებოდა კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სააკაშვილს მერაბიშვილი რო არ დაენიშნა პრემიერ-მინისტრად და მერაბიშვილს რო არ დაენიშნა ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრად, თავდაცვის მინისტრად რო არ დაენიშნა შაშკინი, დეკანოიძე რო არ დაენიშნა განათლების მინისტრად და კიდე ევროპის სუპერთასი 2015 წელს რო არ დაენიშნა თბილისში. თუმცა ჩემი ერთი სტუდენტი გოგონა მაინც გახარებულია წერეთელზე ცხოვრობს იქვე და ასეთი რამ მითხრა რომ ახლა მაინც დამინიშნავს პაემანსო ჩემი შეყვარებული მაკდონალდშიო იმიტომ რომ დავით ანჯი ამ პანთეონში სირბილით თან მეშინია მკვდრებისო მართლა 2015 წელს ევროპის სუპერთასი გაიმართება თბილისში მოგახსენებთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული შეხვდება ევროპის ლიგის გამარჯვებულს თქვენ არიცით ხალხო ეს რა ბედნიერებაა წარმოიდგინეთ, ჩამოვა მადრიდის რეალი და ჩამოვა ლივერპული.
ჩამოყვებიან ფანები, ჩამოვლენ ჟურნალისტები, მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება მიპყრობილი თბილისისკენ. შედგება ეს თამაში, მადრიდის რეალი რა თქმა უნდა მოუგებს ლივერპულს, გამოვლენ კახარებული გულშემატკივრები, რამხელებედნიერება კახარებული ესპანელი გულშემატკივარი თბილისის ქუჩებში, ამას მოყვება გამწარებული ინგლისელი ფანები, ხო და გავლენ რუსთაველზე, დალეწავენ ხალხო ყველაფერს. დალეწავენ, გამოვლენ მარჯანიშვილს, მერე გადაწვავენ ამ მარჯანიშვილის ქვეყანას. ანუ რა ბედნიერებაა წარმოიდგინეთ და იმ ახალ მაკდონალდსაც დაგვალეწავენ თავზე. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ვანო მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ 4 წლის მანძილზე ყველა ოჯახს 1000 ლარს გადაუხდითო. აი ნახეთ. ანუ ეს გამოდის 4 წლის განმავლობაში 1000 ლარი, 250 ლარი წელიწადში, 20 ლარი თვეში და 80 თეთრი დღეში. მე მინდა მივმართო ჩემ გარდაცვლილ ბებიას თუ მისმენს საიდან. აი ბებო რომ მეუბნებოდი მე რომ მოვკვდები ბულკის ფულს ვინ მოგცემსო შვილო. აი მერაბიშვილი მადლობს 80. კარგი. მე ასევე მინდა მივმართო ტრადიციულად ჩემ სიდეთრს. ხალბატონო, მოგეწონათ ხო ეს ოჯახს 1000 ლარიო და ოჯახი იცით რას ნიშნავს? ცალკე რო ცხოვრობს და სხვა ოჯახს რო არ აწუხებს. აი ეს არის ოჯახი. იქნებ ახლა მაინც გაითვალისწინოთ. კარგი, ხო, დიმიტრი შაშკინი ვახსენე, დანიშნეს თავდაცვის მინისტრად. აქამდე მარტო თვითონ იცავდა უცნაურად ეს კაცი და ახლა კაცო 30000 კაცი აბარია თურმე და ახლა ფიქრობს თავის ჭკუაზე როგორ მოაქციოს და თავისნაირად როგორ ჩააცვას. ნუ ექსპერტები საუბრობენ, ასე ჩააცმევს, ისე ჩააცმევს, მაგრამ მე ვნახე რამდენიმე ესკიზი და შემეძლია ახლა შემოგთავაზოთ. აი, დავიწყოთ. ეს არის პირველი, მეორე და მესამე. შეიქმნა ახალი სამინისტრო, დასაქმების სამინისტრო, ისე ძალიან უცნაური სამინისტროა. აი წარმოიდგინეთ, როდესაც ხართ დასაქმების მინისტრი და გირეკავთ თქვენი ნათესავი და გეუბნებათ დამასაქმეო. ეხლა როგორ უნდა დაასაქმო? დასაქმების მინისტრი ხარ. დაასაქმებ და მერე აყვირდებიან თავის ნათესავებს ასაქმებს. ამიტომ მე მინდა მივმართო მინისტრს, ბატონ პაატა ტრაპაიძეს. მე ჩემი 5 სამსახურიდან 1 სამსახურს ვთმობ იმ ადამიანისთვის, ვისაც თქვენ შეარჩევთ დასაქმებისთვის, დასასაქმებლად, ეს სამსახური გახლავთ შემდეგი. ინფექციურ საავადმყოფოში არის ასეთი განყოფილება. აცტეკური სურდოს და კართაგენული ფაღარათის განყოფილება. მე ვარ ამ განყოფილების გამგე. ვთმობ აცტეკური სურდოს და კართაგენული ფაღარათის განყოფილებას, როგორც გაითვალისწინეთ, რომ ხელფასია დაბალი და ჩემს მეტი სპეციალისტი საქართველოში არ არის. თორე აქამდე ხო გამიშვებდა ჭიაბერაში. კარგი. ზაფხულის საბოლოოდ შემოვიდა, შემოაბიჯა და ხალხი გასულია ქალაქიდან, ვინ სადგრილდება, ვინ სადგრილდება, მე მაინტერესებს სანაპირო ზოლზე რა ხდება ამ დროს, ზღვის ზოლს რომ ეძახიან, კერძოდ ქობულეთში მივავლინე შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ აჭარიდან, ქობულეთიდან. გუჯა რა ხდება? ჩვენ ყველას გვაინტერესებს აქ შეკრებილ ხალხს. ქობულეთში არის ბევრი ხალხია. ძალიან ბევრი ხალხია ოთვარ და როგორც ყოველთვის წელსაც სომეხი ტურისტი ლიდერობს. მოსწონთ ქობულეთი, როგორ ერთობიან? მოსწონთ ოთარ, რა ვიცი, ბანანზე სხედან 2-2 და ზღვაზე სრიალებენ. მაინც 2-2 რატო ჩვენ რო ვისვენებდით 7-8 კაცი წვეტეოდით? მაგათ იმ ხილაცხვირები აქვს ოთარ, რომ 2-ზე მეტი ვერ ეტევიან ბანანზე. აჰა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კმაყოფილები არიან, ხო? დიახ, ძალიან კმაყოფილები არიან ოთარ, თუმცა აზერბაიჯანელები არიან უკმაყოფილოები და გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვარზე გადმოიტანეს 10000 მედუზა და ზღვაში უნდა გაუშვან. ეხლა სომხები გაამწარონ. ესე იგი რა, აი 2 დღეა რაც გადაიყვანეს მერაბიშვილი და უკვე გააქტიურდნენ ეს ხულიგნები რა. სად გადაიყვანეს ოთარ მერაბიშვილი? ვერა ხარ გასო პრემიერად სად გადაიყვანეს, არ იცი? არ ვიცი ოთარ, ერთი კვირის წინ შევედი სახაჭაპურაში, так ხო იცი როგორი ტემპით გემსახურებიან და წეღან გამოვედი იქიდან არაფერი არ აქვს. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი, მივესალმოთ მეგობრებო, ჩაგვერთო. მე კი ტრადიციულად ერთ საკვირველ რამეს გეტყვით. გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს.
გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, პროფილმა სეზონი დაასრულა და ეს ხალხი შვებულებაშია. რუბრიკის სტუმრები არიან ნანა მესხი და თეატრალური კვარტეტი. აჰა, შვებულებაში ხართ? ხო და გადასარევი პროფილია გიგებს. მოგეწონა რუბრიკის სახელი? რუბრიკი ორიგინალური. ძალიან კარგი, გიყურებთ ყოველ ხუთს. ხელი ოჯახით. მთელი ოჯახით გიყურებთ განსაკუთრებით ოთო შენი ცეკვა მომეწონა განსაკუთრებით. ეხლა დავდიოდი. შორენა ბეგაშვილს რო ეცეკვე. შენ აი ისე იქნებდი ამ ხელებს, ისეთი საოცარი მოძრაობა. შენ ახალი მიმდინარეობა შექმნა თვითონ ოთო. რა ქვია ამას? ოთოს მიმდინარეობა ქვია? ოთო. კომენტარებით საკითხული გექნება თან. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვიტყვი და ოთოური. თან არის ეხა ეს თუ ისე ოთო თუ ისე ცურავს, როგორც ცეკვავს, ამასთან ერთად ცურავს არ გისურვებს. ვისაც გაქვთ ნანახი ეს ვიდეო ოთოს ცეკვის. კარგი, მოდი ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რომ დღეს რუბრიკა, პრაქტიკულად ამ რუბრიკას შეიძლება დავარქვათ ნანუკა ჟორჟოლიანის გულის გასახეთქად. მე ძალიან მიყვარს ეს რუბრიკა, იმიტომ რომ დღეს იქნება პრემიერა. სიმღერის პრემიერა. მოდი ჯერ ამ სიმღერაზე ვისაუბროთ. მე კიდე რაღაცაზე ვისაუბროთ, მე ეს სიმღერა ვიმღეროთ, როგორც ოთო მიცეკოს ძალიან პარალელურად. პარალელურ რეჟიმში და გთხოვთ, ამ სიმღერის ავტორი ხართ თქვენ, ქალბატონ ნანა, ხო? დიახ, ბატონთან მუსიკის ავტორი მე გახლავართ. დიახ. ლექსის ავტორი არის ჩემი უსაყვარლესი და ჩვენი უსაყვარლესი ნანა ცინცაძე. სიმღერა დაიწერა ტელეფონით. ტელეფონით როგორ? აი ბათუმში ვიყავი, ბათუმიდან დილას გავიკვეცე, დაურეკე ნანა ცინცაძეს, უთხარი რომ მაქვს ასეთი მელოდია, 15 წუთში გადმომირეკა, მიკარნახა. ეს ახალი სტილია ტელეფონი. ლექსი და სიმღერა მზად იყო, ისე რომ გიკარნახა. მიკარნახა. აი დათვაშვაზე უფრო წინ არის წასული ის SMS-ებით წერს. დათოს ვინ დაეწევა. რა ხდება ეს როგორ ეს სევდიანია? იცი როგორია? აი რომ მოусმენ, რა მოგინდება ამ სიმღერას რომ? რაღაც სიცოცხლე მოგინდება მე მგონი. თბილისის დათვალიერება უღონდ ცოტა ნასვამზე ახლა. კარგი. ასეთი ასოციაცია არ მქონია. შენ ისეთი რაღაცა გითხარი, რაც აი არავის გაკეთებული არ გვაქვს. არავის გათხრეშილზე გვაქვს. როგორ დირექტორ გათხრეშილზე. მაინც მოდის სიმღერის ავტორს მოусმინოთ, რა მოგინდება მითხარი. აი რა ვიცი, რაღაც ახალი ცხოვრების დაწყება, ესე მგონია, იმიტომ რომ ამ სიმღერას რაღაც მოგწონს ყველას ესე მოხდა და ჯერჯერობით ვერ მოვიბეზრეთ, ახალი ჩაწერილი გვაქვს და გახარებულ წასულას მეძახერ, იმიტომ რომ ისეთი ბედნიერი სახეები დღერთ ყველა რომ გახარებული წასულაა და სიმღერას ქვია წასულას. წასულ სიყვარულზეა. წასულ სიყვარულზე. ისე სულ მაინტერესებს, აი როგორ გაიცანით ერთმანეთი, სად შეხვდით ერთმანეთს, ნანა მესხი და თეატრალური კვარტეტი. ახლა ახაც ლოგიკურად უნდა ჩაირთოს პროფილის მუსიკა, მაგრამ ყელში გექნება თამაში. ამიტომ მოდი ასეთ მშრალ ფონზე ვისაუბროთ, როგორ მოხდა თქვენი ესეთი შემოქმედებითი დაკავშირება. ეს იყო ნახალოვკა. კერძოდ ქუჩა არ ვიცი, არჩვანის მოიცა მეთქი არჩვაძის ქუჩა და უკვე ქუჩა მიუძღვნა. შორს წავედი, ხო კარგად არის დათო კაცო. კი, კარგად არის. ხო, არჩვაძის სახლში ნაძალადებში. ნაძალად. ნასვამები ვიყავით. არა ნაძალადევათ, ისე. შემდეგში მე მინდა რომ კობაც ვალაპარაკოთ რა, იმიტომ რომ ძალიან შორს არის და კობა, შენც იქ იქნებოდი და როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ნუ შევიკრიბეთ, ერთად ნანა მოიტანა თავისი ახალი სიმღერა, აღმა-დაღმა მოგეხსენებათ. დიახ. თქვენთან იყო ეთერში ეს სიმღერა მე მგონი? კი. და ესე გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ უინტერესო მთხრობელები. სუპრემიერებში ხარ ესე. აბა რა მოგიყვე. სუპრემიერებში. სულ ბოლო დროს ვაკეთებ აი ნანუკა ჟორჟიანის გულის დახეთქვა რუბრიკები მაქვს სულ. სხვათა შორის სიმღერა არის სულ რაღაც 2 საათის გაკეთებული, ანუ ბოლო ის არის ძალიან ცხელი ესე. შემდეგ აღმა-დაღმას მოყვა ფარვანა და შემდეგ მოყვა ისრაელში გასტროლები. სამი კვირით მოთავობა ერთმანეთის ვერ ვისაუბრეთ. დიახ, რაზდან? სამი კვირის ლოტ, ანუ აღმა-დაღმის ისტორია
იყო ძალიან ფანტასტიკური. კლიპის გადაღების პროცესი 3 კვირა არ გვახსოვს ფაქტობრივად. ვიკაც ნაცვლად ვიყავით. ისეთ სიმღერა, საქეიფო განწყობა რაღაცა რომ გადაღების პროცესში. თეატრალური სპარტი. მე არ მინდა ხა თქვენ ზები ფიქრო ქალბატონო იგივე, მაგრამ რა ვიცი. მე ბევრ მეგობრებს ასწავლე. ხარი ხალხთან რო დააბაო. არ გამომდის, უნიჭო. ხო და რა ხდება? უნიჭო ვარ სასმელში რა მაგარი გამონათქმა. ახალი მე ვერ ვსავალ უნიჭო ვარ. რაო, კარგი. მე დალევაშილი უნიჭო ვარ. რასაც დალევერსვავ ჩვენ ვსვავთ. ისრაელში აბა ოთო, შენ მომიყევი ისრაელში რა ხდება? ისრაელში უჭირთ ძირითადად. წყალი უჭერთ, ჩავიტანეთ. ჰუმანიტარული დახმარება. ეს იურის წყარო გამოგვადგება. სირიის პრობლემის გამო მიდიხართ თუ კონცერტები გაქვთ? ეს მაინტერესებს. არა, კონცერტება როცა სირიის პრობლემაა. ხო. არა, მივდივართ, ანუ ჩვენი კონცერტი იქნება ერთად ერთობლივი და იქაურ ქართველებს, ებრაელ ქართველებს უნდა მიუძღვნათ ეს კონცერტი. ოთომ არ უნდა ენერვიულოს ისე, იმიტომ რომ ეს ისე იქნებს ხელებს, რომ სნაიპერი ამას ვერ მოაწყობს შანსი. აი ეს არის როგორი გამორიცხული, იცი რომ აი გავთვალე. კარგი. პრემიერა. საოცარი სიმღერა გამოვიდა მე მგონი და მე დაგირიგებთ ახლა მიკროფონებს. აბა. ყველაფერი თვითონ ვარ, კი. ესე. გადამაგდებს. არ დაგივიწყებთ. არ დაგივიწყებ. წავედი რა. აბა თამაშობ. ალიონმა გამახსენა რაც იყო მეც არ ვიცი გზები რატომ გაიგო ღამეს გახვა სიყვარული მახსენდება ძარსულა სადღაც ასულა მინდა იგებს სადვი არის სადარა დავრჩი ძველი მონატრების ამარა აშუღებო სიყვარული დამილოცეთ პიალი დასულა ჩემი თვიანი მახსოვს სიყვარულის წამები თავში ხრობდნენ სულ სხვაგვარი ქარები ახლა თავი გამახსენა ძარსულმა სიყვარული წასულა და წასულა დავდივარ და ჩემს სიმღერებს ვარიგებ ვაი იმას, ვინც ვერასდროს გამიგებს დავდიოდი ქუჩა, დავეძებდი მალულა წასულა, სადღაც ასულა მინდა იგებს სადვი არის სადარა დავრჩი ძველი მონატრების სამარა აშუღებო სიყვარული დამილოცეთ პიალი წასულა ჩემი თვიანი მახსოვს ჩვენი სიყვარულის წამები თავში ხრობდნენ სულ სხვაგვარი ქარები ახლა თავი გამახსენა ძარსულმა სიყვარული წასულა და წასულა მახსოვს ჩვენი სიყვარულის წამები თავში ხრობდნენ სულ სხვაგვარი ქარები ახლა თავი გამახსენა ძარსულმა სიყვარული წასულა და წასულა Simple place,
შემდეგი რუბრიკა გახლავთ ის ურჩევნია მამულსა რომ შვილიც ისეთივე ნიჭიერი იყოს როგორც დედმამა და ბებია და ბაბუა ამ რუბრიკაში ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ ნინო და ილიკო სუხიშვილები ასეთი პოპულარულები ხართ უკვე რამდენი ხანი გამოდის სუხიშვილები რამდენი წლის ბრენდია 50-ზე მეტი როა ვიცი მეტი ხო სულ ასეთი 70 აი ასეთი პოპულარულები ხართ ასე უყვარ ხართ ხალხს დიდი მადლობა რომ მოხვედით როგორ ხართ მითხარით რა არის თქვენსკენ ახალი ძლივს მოხვედი რატო აი შევძელით და მოვედით მოდიოდით და მოაღწევ რა ხდება ხალხო ახალი თქვენსკენ ახალი ძველებურად მუშაობთ. კონცერტები გვაქვს, რეპეტიციები გვაქვს, ბევრი პროექტები გვაქვს. საქველმოქმედო ფონდი გვაქვს, მოკეთ. მე თვითონ მიემგზავრებით უახლოეს მომავალში, ხო? კონცერტებით თუ მეშლება სექტემბერში. უახლოეს მომავალია სექტემბერი. რაღა დარჩა, ისე გარბის ეს დრო, ნინო, ისე გარბის რო არ ვიცი რა. კარგი. მე გეტყვით ჩემსკენ რა ხდება ახალი. მე დავიწყე ქორეოგრაფობა. კიდე ერთი კონკურენტი. მე არ ვიცი ასე მშვიდად რატო შევხვდით ამ ფაქტს რომ მე ქორეოგრაფობას დავიწყე. ნუ ცოტა პლაგიატი ხო იცი რაღაც ცოტა თქვენ მოგპარეთ, ცოტა ვიღაცას მოუპარეთ, ცოტა იქიდან, ცოტა აქედან და რაღაცა გამოვიდა და დავდგი ცეკვა საარჩევნო. აი ესე ქვია. ცეკვა საარჩევნო. ეხლა მე დიდად არ გამოვირჩევი ნიჭით ცეკვის, მაგრამ ნუ შევეცდები რომ განახოთ, აგიხსნათ, იმიტომ რომ მოყოლილი ეს ცეკვა არ ივარდებს. ვინმეს მოუყოლია ილიკო ცეკვა შენთვის? მოყოლილი არც ფეხბურთი არ ვარგა და არც ცეკვა როგორც მოგვეხსენეთ. დიახ. აი, გეტყვით. იწყება ეს ცეკვა ასე. არის საარჩევნო უბანი და გუფი ხორუმის რითმი შეგიძლია რომ მომწევო ძალიან სწრაფი არა რომ მე რაღაც მოვახრ. მიდი? ასე ხორუმის რითმზე საარჩევნო ყუთი უჭირავს, წინ მოდის და მოდის. დადო ეს საარჩევნო ყუთი. განაგზეთ. ეხლა მოდიან ამომრჩევლები. აბა, ჩააგდო ერთმა, მერე მეორე ხომ მოყვება. ჩააგდო მეორემ და ბოლო რო ჩააგდებს. დავიდა. განაგდე. ეხლა მოდის გამყალბებელი. გახედა, გაუძახა თავის ხალხს და წავიდა კარუსელი. ეხლა შალახოს რითმი მინდა რა. ამ დროს რა შვება დამკვირვებელი. უყურებს და ვითომ ვერ ხედავს. როგორია? დიდი მადლობა. აი ხო მითხარი როგორ მოგეკონათ ეს ცეკვა? აი კონცეფცია დევს, ხო? აზრი დევს. თანამედროვეა, იმიტომ რომ ნუ როგორც ვიცით რომ რაც კეთდება დღეს ეს ამ დროს ხდება ეს თანამედროვე ხდება. ამიტომ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე უნდა შევინარჩუნოთ. უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიის ფაქტობრივად გარკვეული ეტაპი, ხო, ერთ-ერთი ეტაპია და მაგრამ სიახლეც აუცილებელია. რა თქმა უნდა. ამაზე მეტი სიახლე რაღა გინდა. მე ვყიდი ამ იდეას. რა რა სურვილი თუ იქნება
თუ არა და დამიკავშირდნენ რუსეთიდან ხორიმინი პიატნიცკავა და თუ გინაო ჩვენ ვიცეკვებთო და მე ვთხარი ჯერ ჩემებს კითხავ მეთქი და რა ვიცი აბა როგორ გონიათ გამოვა რამე აქედან ქალთა საზოგადოება მე დავამატებდი ამ ქორეოგრაფიას. დიახ. აი თქვა სხვადასხვა აი პირველი გამოსვლა. აი ჩაი არის ჩააგდეს. ესენი აქედან უცქერენ მანდილოსნები. დიახ. გამოიარეს აქეთან მხრიდან გააკეთეს ესე გასვლა და აი მაშინ აი იმ მომენტში უნდა გამოვიდეს გამყალბებელი ხელში აყვანილი უნდა გაიყვანონ თუ მანდილოსანი იქნა მე როგორ გავაკეთე არის ერთი ხრიკი როგორ შეიძლება აიყვანო მანდილოსანი რომ არ დაცურდეს ხელიდან და მეორე ხრიკი შეგიძლია რომ აი მაგალითად თეას მაგალითზე გონახო ხო და ბოლო ფინალი გვაკლია ახლა ჩვენ ფინალი საფინალო სცენა ესე იგი მასობრივი სცენა გვჭირდება რომ ფინალი გავდეს აი ფინალს ხო ფინალს რომ ამითი მოვჭით აი როგორ ვფიქრობ ოთა შენ როგორ მორჩებოდი ამ ფინალს მე რა ვიცი მე როგორც მოვჭი ალბათ ისე მორჩებოდი მეტი ვერ გავქაჩე ილიკო რა ვქი მე ისე მორჩებოდი ესეთი ხრიკი ერთი ქორეოგრაფიული რომ არის როდესაც ყველა ერთად ამთავრებს სცენაზე და არის რომ თითო გადიან და სცენა რჩება ცარიელი. ან ქრება შუქი, აინთო და არავინ არ არის, აი სამი ვარიანტი და რომელს ამოერჩევდი. შუქი ჩაქრა აინთო და ყუთი აღარ არის? აი როგორც ყარაჩოღელში გოგორო გამოდის და ვითომ მერე ქრება, აი ესე. და აღარ არის. всё. მორჩა. და აგროს ოვაციები სავსე დარბაზი კარგი მე არ შემიძლია არ ვკითხო ნინოს იმ პროექტის შესახებ ეხლა ცეკვავენ ვარსკვლავები ეს იყო ძალიან პოპულარული პროექტი ჟიურის წევრი იყავი ზოგადად აი რა სიტყვი აი ამ პროექტზე მე მგონი ძალიან კაი პროექტი იყო რა არის ასაცილო, კაი პროექტი. არა. წყალია თუ სხვა რამეს ელოდებოდი თუ რა? უბრალოდ ვიკითხე. ხო. ჩემ თავს კითხე. შენ თავს. თქვენი ვაპარაკეთ ჩემთან რა გინდა? კი ბატონო. ძალიან კაი პროექტი იყო. ცეკვავენ ვარსკვლავები, მე მგონი ყველა ძალიან მოეწონა. კი, რა თქმა უნდა. მე პირადად ვთვლი რომ საერთოდ ეს წარმატებული პროექტია და ალბათ კიდევ და კიდევ უფრო იქნება შემდეგი სეზონები ასევე საინტერესო, მაგრამ პირველი იყო ალბათ ისეთი იყო ყველასთვის მაინც დადებითი ემოციები დატოვა, მე მგონი მაყურებელშიც და მე ვერ მოვიშორე ერთი კოშმარი ამ პროექტის შემდეგ ძინავს და მესიზრება მოემართება ჩემსკენ თეთრებში ჩაცმული მელოტი კაცი მოდის ნელ-ნელა სილუეტი იკვეთება და არის თურმე აჩიკო მეფარიძე. მე წარმოიდგინე რომ შვიდად გძინავს მეორე დღეს სამსახურში მიდიხარ და აჩიკო მეფარიძე გესიზრება და დავიჯერო ასე იწყება კოშმარი. 6-ის მეტი ქულა არ მეკუთნოდა, ნოდა. აი ეს კოშმარი ვერ მოვიშორე. მე აგიხსნი შენ მაგას. არა, ეგ სხვა პროექტია. რომელი პროექტია? ცეკვავენ ასტეროიდები. ექვსი იყო უმაღლესი ქულა პირველ ტურში ესე იყო საერთოდ და ნელ-ნელა იზრდებოდა. არ ვიცი, სწორია ეს პრინციპი, მაგრამ ნუ ესეთი ის იყო თავიდანვე. 5-6 იწერებოდა უმაღლესი, მერე 7-8, მერე 9 და ასე შემდეგ. თუმცა ამ პროექტში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავთ თელმა სუხიშვილებმა, განსაკუთრებით ხალხური ცეკვების ტური რო იყო. თელმა დასმა, ილიკომ თავი დაიძვრინა. არა. მაგრამ საერთოდ ჩვენ დაუდგით ქართულ ცეკვების ტურზე ყველა მონაწილეს ჩავაცვით და ნუ ძალიან საინტერესო გამოვიდა მე ყველაზე მეტად მომეწონა ეს ტური რომ დიდი შრომა იყო ჩადებული თელმა ანსამბლმა ძალიან იმუშავა და საერთოდ ყველას მგონი ძალიან ესეთი დადებითი ემოცია დარჩა ამ ტურის მერე მაინც ქართული ცეკვები ახლოა ჩვენთვის უფრო ვიდრე სხვა
კარგი, მე მაინტერესებს ახლა, როგორ უნდა მოხვდეს მსურველი ანსამბლ სუხიშვილებში. აი რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს? ძალიან უნდა ისურვოს. ძალიან ხან მე რაც არ უნდა ვისურვო, ნინო შენც ხო იცი რომ ვერ მოხვდები ამ ანსამბლში და მე გეუბნები რეალურ კანდიდატს. ნუ სერიოზულად. ჩაწყობა მოსულა თქვენ? არა. გამორიცხულია. სიმართლე მითხარით. სიმართლე გამორიცხულია. არ არსებობს. არ არსებობს. მოსულა. ჩემთან ვერ ჩააწყობს და ილიკოსთან თუ ჩააწყო არ ვიცი. ჩაწყობა ილიკოსთან მოსულა ჩაწყობა. ჩემთან არა. არა, ჩვენთან თავისუფლად არის, ის არის რომ თავიდან ბავშვი რომ მოდის და იწყებს ცეკვას 9 წლის ბავშვი. იმას ხო ეხა არ ეთყობა რა გაიზრდება, კი ეთყობა, ხა უკვე ჩვენ ესე თვალი გვაქვს უკვე ესეთი რომ შეგვიძლია შევატყოთ რომ მაგრამ ხა უნდა სურვილი აქვს, ხა ცოტა ესეთი პუტკნა ბავშვია და უნდა ხა მშობელს თუ უნდა და ძალით თუ მოყავს და გინდა თუ რა ფეხბურთელი უნდა იქნება იმ ბავშვს იყოს. მართალია. ისე დაყავთ ფეხბურთელები, თურმე კარგია ფეხბურთისთვის ცეკვაზე სიარული. ხო რაღაც მოძრაობებს. ხო მე ესა ქვია ფეხბურთზე ესა ბალეტზე ესა ფეხბურთზე მემიღებ თუ არა ხო კაი მაშინ ბალეტზე წავალ. აი ეგეთი რაღაცაა და ეგ თვითონ მშობელმა უნდა იცოდეს, მე სულ ვიზახი რომ უნდა თუ არა პროფესიით მისი შვილი იყოს მოცეკვავე, იმიტომ რომ არ არის ძალიან მავნებელი პროფესია, ჩემი აზრით, ეს არ არის რაღაცა ისწავლე და ეს ძალიან ბევრ რაღაცასთან არის დაკავშირებული, ტრავმებთან და ასე შემდეგ. აი მაგაზე არ ვილაპარაკებ. ბავშვი შევეშვა და უფროსების მიღება სერიოზულად ეს არის ესეთი სერიოზული პროცესი. მარტო მე და ილიკო კი არ ვღებულობთ. თელმა დასმა უნდა მიიღოს. ოჯახია და დასმა თუ მიიღო, ну რა თქმა უნდა, ცეკვა უნდა იცოდეს, უნდა გამოიყურებოდეს მოცეკვავესთან სათანადოდ და თან უნდა თელმა დასმა უნდა მიიღოს. შეიძლება ძალიან მაგარი მოცეკვავე იყოს, ლამაზი, ნიჭიერი და მე და ილიკო გადავწყვიტე რომ კი ბატონო, დაიწყოს მუშაობა, მაგრამ დასმა ვერ მიიღოს. აი არის ესეთი. მე გაიცხილოს. ხო ის ვერ დარჩება თვითონ წავა. აი რაღაც ესეთი ის არის. კარგი, მე ვიცი კიდევ ერთი რამ, რომ ილიკოს ვეთქვი, ნინო თქვენი ნებართვით, ვკითხავ, მართალია რომ რა მუსიკაც მოწონსო? აი მუსიკაზე დგავსო ქართულ ცეკვასო? კი. მართალია. აი როგორ ხდება ეს? ტექნიკურად თუ აი ესე აგიხსენი, არის რითმი, ხო? ნუ ვითვლით ჩვენ ამ რიტმს. გასაგებია. და ტემპი, არის ჩქარი, არის ნელი და ასე შემდეგ. ამიტომ ერთ რიტმზე გაკეთებული ის ჩაჯდება ნებისმიერში. ჩვენ შეიძლება ითქვას ექსპერიმენტებს ვატარებთ ამ ჩვენ ხალხზე კი არა საკუთარ თავზე ლაბორატორია არა გვაქვს. ჩვენ საკუთარ თავზე ვატარებთ ექსპერიმენტებს იმაზე რომ აი მე თვითონ მაინტერესებს აი ქართული ილეთი როგორ შეიძლება, იმიტომ რომ აი ახლა რეპეტიციიდან მოვდივარ და ისე მე სიამოვნა აი სხვა ბგერა დულგარმონი მინდა ცოტა ხანი ამოვიყარო ხანახან ყურიდან, იმიტომ რომ დიმპიტაურ რაც არ უნდა გიყვარდეს 48 საათი დღე და ღამე ამის მოსმენა. კარგია, მაგრამ უნდა ამოყარო და ამიტომ ვარჯიშობთ ხოლმე სხვადასხვა მუსიკალურ თემებზე, როგორც ჩანაწერზე, ასევე ჩვენი ბენდიც უკრავს, ჩვენც ყავს ბენდი ბატონო, მარტო თქვენ კი არა. ვიცი ბატონო. ხო და ვიცი, ცოცხლათაც და ასე და ისე. ჩვენ საკავდა ბენდიც ვერ უკრავდა. საინტერესოა ეს რასთან ერთად დაждდება, როგორ იმუშავებს, როგორ გამოჩდება. გასაგებია. მე რატო გეკითხებით? ანუ აი ეს ჯექსონის ბილი ჯინზე ეს ლაზური მოძრაობები თქვენი რეპეტიციიდან წამოსულია? ერთი პერიოდი ძალიან პოპულარული იყო, თუ გახსოვთ, YouTube-ზე იდო სუხიშვილების მოცეკვავები ისვენებდნენ თურქეთში და გააგიჟეს იქაური დამსვენებლები ბილი ჯინზე ლაზური იცეკვეს პრაქტიკულად, ხო? ანუ ეს რეპეტიციიდან მოდის თუ ეს მათი იმპროვიზაცია იყო? მოძრაობები რეპეტიციიდან მოდის. ახლა პირდაპირ ბილი ჯინზე არ გაგვიკეთებია, მაგრამ იმპროვიზაცია იყო, რა თქმა უნდა, იქ, იმიტომ რომ ბილი ჯინი ჩაერთო, თორე მოძრაობები იყო, ის რაზეც ჩვენ ერთობლივად ნამუშევარი ქონდა. ეს იყო ეს ექსპრომტი უბრალოდ. მაგრამ ჯექსონმა რო ეს ყველაფერი ნახა, გაშავდა ისევ.
პრივამუშავია მაგდენი თავის გარეგნობაზე. სხვათა შორის ეს არის კიდე იმის დამადასტურებელი, რომ ქართული მოძრაობა ყველა მუსიკაზე იცეკვება და მე მგონი ეს ქართული ცეკვის, ეს ხალხური ცეკვის პოპულარიზაცია დღეს ახალგაზრდებში სწორედ აი აქედან მოდის, რომ შეუძლია იმოძრაოს ახალგაზრდებმა რა მუსიკაზეც უნდათ, რა მელოდიაზეც უნდათ და თავისი ეროვნული ქართული ილეთები გამოიყენოს. აი ეს მე მგონი რაღაც საინტერესოა ერთად აი თანხმეტში მოდის. ჩვენ შეგვიძლია ვიფასო მეგობრებო ეს ყველაფერი ახლა ვნახოთ ცხადში. ეს ყველაფერი ვნახოთ ლაივში და მე მინდა ორი არაჩვეულებრივი ულამაზესი მოცეკვავე მოვიწვიო ანსამბლ სუხიშვილებისა. გთხოვთ. She was more like a Billy Queen. I'm alone to see. I said I'm fine. You mean I do. It's true that I'm wrong. She told me her energy as a Christmas tree. In heavy hairs as a dream. It's true that I'm wrong. ძალიან დიდი მადლობა ნინოს და ანას არაჩვეულებრივი ცეკვისთვის. მე პირადად დამცხა ნინო, მინდა გითხრა, არ ვიცი კონდიციონერია ხალხო ალბათ გამორთული ხო? და კიდევ ერთ შეგეკითხებით და ამის გულისთვის გამიცდინეს რეპეტიცია დღეს, ხო? გაგიცდინეს რეპეტიცია? აი ამის გულისთვის. კაი, ხა ჩემი ხათრით ერთხელ აპატ მე შენს არაფერი არ მithოვია, თან შენთან ჩაწყობა მოსულა. აბა ეს ერთი ახლა მე ნუ გადამახტები ილიკო მე მაპატიეთ დღევანდელი დღე. შენთანა ვარ სტუმრად, მაგრამ ჩემთან რომ მოხვალ სტუმრად წყალს დაგალევინებ მეც. კარგი. მე ვარ სტუმრად. ნინომ დამირეკა გუშინ და მითხრა რომ არ გაბედო და რა ვიცი მე უჯერებ ხოლმე. თუმცა უფროსებს. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. მიუხედავად თქვენი დაძაბული გრაფიკისა, თქვენი დაკავებულობისა, ასევე რეპეტიციებისა, დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ მოხვედით ილიკო და ნინო სუხიშვილები. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, ესპანელებს უხარიათ, იტალიელებს რცხვენიათ, ქსოვრელები კი მღერიან. ქსოვრელები!
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ესეთი ვერსია მოგისმენიათ, მღერიან ქსოვრელები მღერიან ასეთ hard rock-ში. როგორ მოგეწონათ ბატონო? ძალიან კაი. რაღაცას ხო არ გააკეთებდით ბანდეროლთან ერთად. დიდებული ქსოვრელები და ბანდეროლი. ძალიან კაი იქნება. აი ეს დაახლოებით იქნება მეტალიკა რო იყოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. დაახლოებით აი ესე ვხედავ მე ამას. თქვენ ხართ სიმფონიური ორკესტრი, მეტალიკა რა თქმა უნდა ქსოვრელებია. რა თქმა უნდა. და ის სიმღერა Nothing-else Matters როგორ მოგიხდებოდათ ბატონო ელდარ თქვენ ეს რო იმღეროთ ხო წარმოგიდგენიათ ევროპაში რა მოხდება 52 წელია თქვენი პოპულარობა პიკშია და სუ პოპულარულები ხართ აი როგორ გონიათ რის ბრალია ეს რატო ხდება ეს ყველაფერი რით ინარჩუნებთ აი ასეთ გიჟურ პოპულარობას ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით გიჟურ პოპულარობა არის ქალაქი რო გიყვარს ღვინო რო გიყვარს კეიფი რო გიყვარს და ის მოყვარული ქალაქში ვიც არის ქალაქები უყვარს და ვინარჩუნეთ რა ერთი მღერის მეორე კეიფოს და აი კეიფი არ იკარგება ქალაქული არ უნდა დავკარგოთ ეს აი ახლა მივხვდი რატომ ცნობენ ქალაქში მეც მიყვარს კეიფი მეც მიყვარს გენაცვალე ბატონო და რაკამდე სად იყავი წელიწად ნახევარის გადაცემა მიმყავს კაცო საგრძელობიც ვისწავლე ხო აბა 52 წელი ითვლი ნახევარი აი ყველაზე კაი თქვენი საყვარელი საგრძელო რა არის აი ახლა მეთქა შეკერ არ დამიმალო რა დუდუკი ხო გიყვარს დუდუკი როგორ არ მიყვარს კეიფი ვისწავლე იცი კეიფი ვისწავლე ახლა 28 წლამდე რამდენი ვარ 28 წლამდე 28 ბატონო ელდარ 40 არა გეტყვი 40 მაშინ 27 სულ ყველაზე კაი საგრძელო არის აი ქალაქში ხო მოღვაწეო და გიყვარს ქალაქი საგრძელო თუ ქალაქი არ გაიარე და იმის წესები და დაწესი არის სწავლი ისევე შეგიყვარდება და ნახდათ უხდება ქალაქი საგრძელო ჩვენ თბილისს დილისაც გაუმარჯოს რა აი ეს არის თქვენ ეთანხმებით ყველას მარტო მე და ბატონი ელდარი ყوار ვისაუბრებთ ანუ თქვენი საყვარელი საგრძელოც იგივეა ქალაქის საგრძელო სხვათა შორის მე თქვენთვის მაქვს სიახლე ეს 1000 ლარიანი ვაუჩერებიო ანსამბლებზეც გადანაწილდებაო ანსამბლზეო ყველაზე კარგ სიტუაციაში არის დუეტი ჯორჯია 500-500 შეხვდით თქვენ შემთხვევაში 1000 უნდა გავყოთ რამდენი ხართ 1 2 3 6-ზე ხო თქვენ კიდე კარგ დღეში ხართ ბატონო ელდარ მგზავრებმა რა თქვა წარმოგიდგენი 1000 პრაქტიკულად არაფერი კი არ რჩებათ იქით აქ მისატანი გიგი დედალამაზიშვილის ხური იმდენი არიან ანსამბლში ჩვენი მგზავრებს ვაშოს არაჩვეულებრივი ჯგუფი ამრავლოს ერთ-ერთი საყვარლესი ერთ-ერთი თქვენგანი ბატონი ელდარი ასე დავიწყებ ხო მე როგორც ვიცი ბატონო ელდარ ჭიდაობდით თქვენ ერთ დროს კი ჭიდაობის გამო მე-10 კლასშიც ჩამტოვესო სადღაც თქვით კი ეს იყო შეჯიბრილი იყო და ერთ წელს ჩემპიონი გავხდი სპარტაკია და იყო მოსწავლეთა და დამტოვეს რომ მეორე წელს მე ჭიდაობდი იგივე ჩემპიონი გავხდი მაგიტო დაგტოვეს მე მეგონა გეოგრაფია არ იცოდით არა ისტორიას ვიცოდი გეოგრაფიას ფიზკულტურა 10-იანზე ვიცოდი. ფიზკულტურა 10-იანზე და დაგტოვეს რომ ეჭიდავათ, ეს მე არ ვიცოდი. აი ახლა გამახსენდა, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ზუსტად ასე დატოვეს, ის მოკრივე იყო ოღონდ. შეიძლება. დატოვეს რომ თავის პატარებსო უფრო კარგად ცემსო რა, ჩატოვეს კლასში და მე აღმოჩნდა რომ მაგრად ცემეს ნახევარფინალში, იმიტომ რომ ის 6 ჯერ დაუტოვებია თვისაც. ესე აიღო ეს ჩემი ძმაკაცი ამ რინგზე და ურტყა დათოა ჭაკვეტაძე სხვათა შორის გვიყურებს. დათო ძმა არის ჩვენი ძმა. კი, ესე ცემეს და ცემეს ჩემი ძმაკაცია. მაგრამ დათოს ვერ ასწევდნენ. არა, ეს სხვა დათოა. ეს სხვა დათოა. კი, ისე აი ეს დუდუკის სიყვარული ახსენეთ ბატონო ელდარ თქვენ და მე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დუდუკის სიყვარულს. ალბათ ჭიდაობიდან მოგდევთ ეს დუდუკის სიყვარული, იმიტომ რომ ეს დუდუკი და დოლი ხო ჭიდაობას მისდევს. ქართული ჭიდაობა უდუდუკოთ უზურნოთ არ შეიძლება. რა უდუდუკოთ ვის უჭიდავია? არა, უდუდუკოთ არავის ვის უჭიდავია, რა თქმა უნდა. და აი აქედან მოდის ეს სიყვარული ამ დუდუკის, თორე აი ახლა დღეს ამა ჯოქაზე ჩემ ამ ტერმა იჭიდავს. არა, არ დაიწეს ეგ. ხო მეთანხმებით, არა. ეგ არაფერი მაქედან არ გამოვა. ახლა მე სხვებსაც მინდა ვკითხო კაცო, ისე გამოდის რომ მარტო მე და ბატონი ელდარი მეგობრობთ კაცო. აი ბატონ ზაურს მინდა ვკითხო. ბატონო. აი თქვენ როგორ მოხდით ანსამბლში დანარჩენები? სად შეხვდით ერთმანეთს, როგორ გაიცანით? ბატონ ზაურ, მე თქვენ ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ქუდები მიშლის. აი ასე ხედავთ.
ანსამბლში 79 წლიდან ვართ ქსოვრელების ანსამბლში. ანუ თქვენ ერთად პრაქტიკულად ერთად მოხვედით? კი, ერთად დავიწყეთ ბოდისი. ერთად დაიწყეთ. კარგია. მე ნანახი მაქვს ერთი თქვენი ის რა ქვია, კლიპი თქვენ ამას რა დავარქვა, ტელეჩანახატი, აი ტივით რო მოდიხართ, ძველია, ძველი. აბა ეხლა ტივზე რა გინდა, ან BMW დაგეცემა და ან ხრალი კაცი. ტივზე არა. ზემოდან, აბა ხიდიდან გამოვარდება. სუმეშინია ხო ხიდის ქვეშ რო გავივლით. ხიდის ქვეშ რო გავივლით. თანაც ზამთარი იყო და ზამთარი იყო. ზამთარი. ამ სიახლე ხო არ არის თქვენთან? ბადნოელა. როგორ? აი რამე სიახლე ხო არ არის, რამე ახალი ხო არ გაქვს და მე რაღაცები მომზადებული მაქვს თქვენთვის და ამაზეც ვისაუბრებთ. სიახლე რა უნდა იყოს, აი ბიჭები არიან ახლები, ის ჩემი შვილი. არა, მზადდება რაღაცა. სუბოლოში როზის თქვენი შვილია, ანუ ეს ჩემი ოტაფე ის ჩემთან ანსამბლის წევრიაცა და კი, ჩვენც ვიცნობთ ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია. აი ეს თქვენი ცნობილი სიმღერა როა, კაკლის მურაბა. კი. მართალია რომ ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ ებრაელ ბიზნესმენსო უნდაო რომ ეყიდაო ეს სიმღერაო. თუ ჭორია ეს. მერე? და რატომღაც არ იყიდაო. არა, ებრაიკამდე მიაღწია მე. ხო, აი ესე მივიდაო და რატომღაც არ აი მე გეტყვით რა ჭორია. კაკლის მურაბა ეყიდა თუ სიმღერა? არა, უშუალოდ კაკლის მურაბა არა, თვითონ სიმღერა ეს კაკლის მურაბაო. სიმღერა რო ჩავწერა და ვიმღერ მესამე დღეს უკვე მოფენელი იყო, ყველგან იყო ეს სიმღერა. ესე იგი მაინც ჭორია. ჩემთან სტუმრად იყო ხალხო, რამდენიმე გადაცემა გავიდა 4 თუ 5, არ ვიცი, ნამდვილად არ დამეჩვია. არის ესეთი უკრაინელი მომღერალი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ივანა მელაი, ახლა ახალგაზრდებს უფრო გეცოდინებათ. ივანა მელაი, რომელსაც ასევე გადაცემა მიყავს ტელეკომპანია პიგზე და გაბედა ივანა ქვია. კაცი. არა. ივანა მელაიმ გაბედა და აი ესე მეუთხარი პოპულარული სიმღერაა თქო, მანამდე ჩვენ გადაცემაში არაერთხელ გააჟღერა ბენდმა სხვადასხვა არანჟირებით ბანდეროლმა ეს კომპოზიცია, სტუმრებს ვამღერეთ კიაშა სიმსონიც კი ვაცეკვეთ ამ თქვენ ცნობილ სიმღერაზე ბატონელდარ და ტექსტი მივეცი ივანას და ივანამ ეს სიმღერა იმღერა. ჩემო კაკლის მურაბა ქართულად. აი ხა შეგვიძლია თან გავახსენოთ ტელემაყურებელს, თან ვისაც არ გინახავთ, ნახავთ. აბა მოდი ერთად მოვუსმინოთ ივანას. უცხოელებსაც უყვართ კაკლის მურაბა. ახლა ქალაქური კაკლის. სიმღერა უფრო მოგეწონათ თუ ხალი ბატონო. სიმღერა კაკლის მურაბა სუჯობია სულ. სულ ყველაფერი ჯობია კაკლის მურაბა. კარგია. აი ახლა ბატონო ელდარ და ჩემო მეგობრებო. მოდი უპასუხოთ ივანა მელაის და თქვენ რამე უკრაინული ჩაახვიეთ რა. ქალაქური უკრაინული. მოსულა? მოსულა. აბა წავედით.
მადლობა. სანამ თქვენ უკტავ ჰიტს შეასრულებდეთ ბადბელ და მანამდე კითხავთ. მართალია რომ ნოტები არიციან და ისემღერიანო? კი. მართალია, ხო? ესე იგი აბა ჩვენ ნოტები არის. სლუხაჩები ვართ, სლუხაჩი. ვინ ვართო? სლუხაჩი. სლუხაჩი. კარგი. რუსეთიდან ჩამოსული სლუხაჩი. ესე იგი, ეს ქართული ესტრადა იყოფა სამ ნაწილად. ვინც ნოტები არ იცის და მღერის, ვინც ნოტები იცის და ვერ მღერის და ვინც არც ნოტები იცის და ვერც მღერის და მაინც მღერის. ასეთებიც არიან, მე მგონი, ყველა დამეთანხმებით. მადლობა მინდა მოგახსენოთ ხალხო მობრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენც ისევე როგორც ყველა ჩვენი სტუმარი ძალიან დაკავებული იყავით დღეს, მაგრამ მოახერხეთ. მობრძანდით და ახლა კიდევ ერთხელ დაგითმობთ ჩვენ სცენას და აი ეს ცნობილი კაკლის მურაბა რო არ იმღეროთ, ისე არავინ არ გაგიშვებთ აქედან ბაზონობდა. ზათავად მურაბაზე. შინარ შამოდივა არ მასვენებს შენზე ფიქრები გინდა გამებუტო და გინდა გამიჩავრდე და მაინც ჩემი იქნები ჩავყალება გოგონა სიყვარულის მოლაბა მოდი ჩემთან ლამაზო შემოგაგალის მურაბა შეგიმღერი კარგო ერთადერთ სესდამ თვალის გადარებ ხელის გულზე გადარებ ცხრამთან შემოგატარებ ჩავყალება გოგონა სიყვარულის მოლაბა მოდი ჩემთან ლამაზო შემოგაგალის მურაბა შემოგაგალის მურაბა